დღეს 9 აპრილია 37 წლის წინ საქართველოში დატრიალდა ტრაგედია, რა დროსაც საბჭოთა ხელისუფლებამ შეიწირა 21 ადამიანი. დღევანდელ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ თუ რა პროცესების შედეგად დადგა 9 აპრილი და ასევე დეტალურად აღწერო ის ტრაგიკული ღამე, რომელსაც 9 აპრილი ქვია. დღე, რომელმაც რეალურად განსაზღვრა საქართველოს უახლესი ისტორია. 80-იანი წლებიდან გორბაჩოვის პერესტროიკამ და ეგრეთ წოდებულმა დემოკრატიზაციამ საბჭოთა კავშირი დაასუსტა. მარტივად რო ვთქვათ, რკინის ფარდა შეირყა და ცენტრალური კონტროლი ისე შეასუსტა, რომ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხმა ქუჩაში გამოსვლის შიშიც დაკარგა და არაერთი არაფორმალური, მაგრამ ძლიერი ეროვნული დაჯგუფება გააჩინა, რომლებიც ღიად საუბრობდნენ რესპუბლიკების დამოუკიდებლობაზე. ნახეთ, ამ შიშის გამო კრელმა ცადა კონტროლის აღდგენა და 1988 წელს მოსკოვმა საკონსტიტუციო ცვლილებები შემოიღო, რომლითაც რესპუბლიკებს რეალურად ისედაც ძალიან მცირე სუვერენიტეტი კიდევ უფრო შეუზღუდა. კრემლის კანონი უზენაესი გახდა, თუ აქამდე მაგალითად თბილისს ფორმალურად ვეტოს დადების უფლება ჰქონდა მოსკოვში მიღებულ კანონზე, ერთმეოდა ეგ ფუნქცია და ყველაზე მთავარი ავტონომიებს, ჩვენ შემთხვევაში აფხაზეთი და ოსეთი პირდაპირ ექვემდებარებოდა მოსკოვს. ხოლო თბილისის ძალაუფლება ცხადია ამ რეგიონებში სუსტდებოდა, ანუ ფაქტობრივად ავტონომიები უფლებრივად გაუთანაბრდნენ რესპუბლიკებს, რაც ცხადია სეპარატიზმის გასაძლიერებლად კეთდებოდა. ხოლო ამ ყველაფერმა გამოიწვია მზარდი აქციები და ეროვნული მოძრაობის გავლენების გაფართოება. 1989 წლის მეორე ნახევრისთვის საქართველოში 50-მდე პოლიტიკური ორგანიზაცია თუ არა ფორმალური დაჯგუფება ფუნქციონირებდა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მასშტაბური აქციები 9 აპრილამდე ნაკლებად ტარდებოდა. სწორედ ამიტომ ეს კონკრეტული თარიღი ავად თუ კარგად არის გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის. კრიტიკული ეტაპი კი დაიწყო 1989 წლის 18 მარტს, როდესაც აფხაზეთში ჩატარდა 30,000 კაციანი ლიხნის კრება, რომელზეც ხელი მოეწერა ლიხნის მიმართვას. კრება მოითხოვდა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოსგან და მისთვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის აღდგენას. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმაც, მათ შორის კომპარტიის პირველმა მდივანმა ბორის ადლეიბამ. სწორედ ამიტომ, როგორც კი მიმართვა გამოქვეყნდა 24 მარტს, ქართველებში საპროტესტო ტალღა ძალიან გავრცელდა მთელ საქართველოში, ჯერ აფხაზეთში, ხოლო შემდეგ თბილისში. 25 მარტიდან უკვე დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. სოხუმში ქართველმა აქტივისტებმა მერაბ კოსტავას ინიციატივით ჩაატარეს მიტინგი სეპარატიზმის წინააღმდეგ. პარალელურად თბილისში ვაკის პარკში და შემდეგ მთავრობის სასახლესთან ათასობით ადამიანი მოითხოვდა აფხაზეთის საკითხის სამართლიან გადაწყვეტას და სეპარატისტული მოძრაობის შეჩერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ჯერ კიდევ პროტესტი ეთნოპოლიტიკურ საკითხებზე იყო კონცენტრირებული, ანუ დამოუკიდებლობის მოთხოვნა ესე პირდაპირ არ დგებოდა დღის წესრიგში. მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. 28 მარტს გაგრაში დაიწყო ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები, ხოლო 1 აპრილს ლესელიძესთან თავს დაესხნენ ქართველ აქტივისტებს. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. აფხაზეთში კი ვითარება სულ უფრო და უფრო წვავდებოდა. ამის გამო ეროვნულმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ პროტესტის ეპიცენტრი აფხაზეთიდან თბილისში გადმოეტანა. დედაქალაქში აქციები 4 აპრილს დაიწყო, რომლებიც ძალიან სწრაფად გადაიზარდა არა მხოლოდ აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელ რეაქციად, არამედ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ ფართო პოლიტიკურ მოძრაობას. აქციების ლიდერები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია და სხვები. მათი მოთხოვნები მოიცავდა საქართველოს გამოსვლას საბჭოთა კავშირიდან, კომპარტიის გაუქმებას და დამოუკიდებლობის აღდგენას. მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ აქციას ნელ-ნელა ემატებოდა სხვადასხვა სოციალური მიკუთვნებულობის ხალხი, იქნებოდა ეს ინტელიგენცია, სტუდენტები, ახალგაზრდობა, მუშები თუ სხვა. და უკვე 6 აპრილისთვის ათასობით ადამიანი იკრიბებოდა მთავრობის სასახლესთან. იქვე იყო მოშიმშილეთა ჯგუფიც. ამასთან ლოზუნგები გაცილებით რადიკალური ხდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ. და პროტესტი ნელ-ნელა გორდებოდა. ამავე დროს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობა ჯუმბერ პატიაშვილის მეთაურობით ცდილობდა სიტუაციის კონტროლს, თუმცა რეალურად ვერ ახერხებდა. მათ არ ჰქონდათ ეფექტური პასუხი არც ეროვნულ მოძრაობაზე და არც აფხაზეთში განვითარებულ პროცესებზე. მოსკოვში ცენტრალური ხელისუფლება კი სულ უფრო და უფრო ერთვებოდა პროცესებში. 6-7 აპრილიდან თბილისში ჩამოვიდნენ საბჭოთა სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის გენერლები კონსტანტინ
კონსტანტინ კოჩეტოვი და იგორ როდიონოვი. 7 აპრილს ვითარება უკვე აშკარად გასცდა პოლიტიკური მართვის ჩარჩოებს. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა პატიაშვილმა მოსკოვს ოფიციალურად მიმართა და მოითხოვა დამატებითი სამხედრო და შინაგანი ჯარების გადმოსროლა. ასევე ფაქტობრივად დააყენა საგანგებო მდგომარეობის კომენდანტის საათის შემოღების საკითხი. თავის დეპეშაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესები კონტროლიდან გადიოდა. მიტინგები იღებდა ანტისაბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს, ხოლო ექსტრემისტული ელემენტები მოსახლეობას მასობრივ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. მოსკოვში გადაწყდა, რომ ძალოვანი სტრუქტურა აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ და თბილისში უნდა გამოგზავნილიყო საბჭოთა არმიის ნაწილები და შინაგანი ჯარები. ოღონდ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ ძალა უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, როგორც ვიცით, ეგ სიმართლე არ აღმოჩნდა. ამასთან დილის საათებში თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა ზეპირი განკარგულება მისცა გენერლებს კოჩეტოვსა და როდიონოვს ჩასულიყვნენ თბილისში და იმოქმედათ ვითარების შესაბამისად. პატიაშვილმა კი მიმართა ორივე გენერალს, რომ ყარაბაღიდან დაებრუნებინათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მერვე პოლკი, რადგან თბილისი რამდენიმე ასეული მილიციელი სანაბარა იყო დარჩენილი. ქართველი მილიციის დიდი ნაწილი აფხაზეთში იყო დატოვებული ლიხნის მოვლენების შემდეგ. საგამოს კი თავდაცვის საბჭოს თომაზე გენერალმა კოჩეტოვმა კატეგორიულად მოითხოვა აქციის დაშლა. მისი თქმით, 8 აპრილს აქციის დაშლა არ განხორციელდებოდა, მოსალოდნელი იყო ვითარების კონტროლიდან გამოსვლა და დიდი სისხლისღვრა. ასევე მისი თქმით, მომიტინგეების რიცხვი ღამით მცირდებოდა და დარბევაც ღამით უნდა დაწყებულიყო. ამ დროს უკვე მთავრობის სახლთან გამართული აქცია წმინდა დამოუკიდებლობის მოთხოვნა იყო და აფხაზეთის პრობლემა მეორე პლანზე იყო გადასული. მიტინგზე მოწოდებებიც კი იყო, რომელიც გაეროს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მოუწოდებდა ეცნოთ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენების ფაქტი. უკვე ცხადი იყო, რომ დაძაბულობა აღარ განიმუხტებოდა, დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. მეტიც, სწორედ იმ დღეს თხოვნაზე ოპოზიციამ პატიაშვილს შეხვედროდა მათ უპასუხა, რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ აპირებს. ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კრემლის წარმომადგენლებთან გაეროს სპეციალური მდივნის წარმომადგენლის მეთვალყურეობით. ცხადი ამ მოთხოვნას არავინ არ შეასრულებდა. მეტიც გინდა არ გინდა უნდა ვახსენო, რომ პატიაშვილთან შეხვედრაც შეიძლებოდა და უკეთესი პოზიციების მოპოვებაც შეიძლებოდა ეროვნული მოძრაობისთვის. მაგალითად შეიძლებოდა საკითხის დაყენება, რომ მრავალპარტიული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები, რაც შემდეგი წლის 1990 წლის მარტში მიიღწა კიდევაც. და ოქტომბერში უკვე ჩატარდა 1990 წლის ეროვნული საბჭოს არჩევნები, სადაც ზვიად გამსახურდიამ და მისმა მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა. შესაბამისად, ეგ შეცდომად შეგვიძლია ჩავთვალოთ, ანუ მინიმუმ საუბარს არაფერი არ ედგა უკან. თან იმ მოთხოვნებს არავინ არ შეასრულებდა. 8 აპრილს უკვე სიტუაცია ძალიან დაიძაბა. საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება აქციის ძალით დაშლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი იგორ როდიონოვი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოპერაციის სქემაში არ ყოფილა ნახსენები არანაირი იარაღი. არათუ მისი გამოყენების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, გეგმის მიხედვით ჯარსა და მომიტინგეებს უშუალო შეხება არ უნდა ჰქონოდათ. მათ შორის უნდა ჩამდგარიყო თბილისში დარჩენილი ქართული მილიცია, რომელიც მომიტინგეებისაგან მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას გაანთავისუფლებდა. შემდეგ კი ამიერკავკასიის ჯარი აღნიშნულ ტერიტორიას დაიკავებდა. როგორც პატიაშვილი იგონებდა, მან კატეგორიულად გააფრთხილა ყველა, რომ ოპერაცია ყველანაირი დაპირისპირების გარეშე უნდა დასრულებულიყო. რეალური გეგმით ჯარისკაცებს მხოლოდ ჰელკეტები და ფარები უნდა ჰქონოდათ და უნდა გამოეყენებინათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები ძალას გამოიყენებდნენ მათ წინააღმდეგ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ პატიაშვილი დაუკავშირდა როდიონოს და მომიტინგეთა რიცხოვნობის გამო სთავაზობს ოპერაციის გადადებას, რაზეც უარს იღებს. სხვადასხვა ინფორმაციით იმ აქციაზე, ანუ 8 აპრილის ღამეს და 9 აპრილის გამთენიისას, რეალურად დაახლოებით 10,000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. და არა მეტი. აქციის ორგანიზატორებმა უკვე დღის მეორე ნახევრიდან იცოდნენ მოსალოდნელი დაშლის შესახებ. ამასთან ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოჩენამ და ვერტმფრენების დაბალმა ფრენამ პროვოცირების ეფექტი მოახდინა. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევის მიზნით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ჩაკეტვა ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით. საბოლოოდ იქ მყოფი ხალხი ძალიან მობილიზდა და აცხადებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაიშლებოდნენ. ამასთან აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ
სკოლის მოსწავლეებიც, რაც ცხადია ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა. სანამ კონკრეტულად 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეზე გადავალ, აგერ აღწერაში არის ჩემი ტელეგრამის არხი, აუცილებლად გაწევრიანდით, სადაც ნელ-ნელა უკვე დავიწყებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დადებას, ძირითადად პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამასთან გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რომლითაც ძალიან დამეხმარებით. 1999 წლის 9 აპრილის გამთენიისას 3:30 წუთისთვის ოპერაციის ხელმძღვანელის გენერალ პოლკოვნიკ როდიონოვის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ლენინის მოედანზე კონცენტრირდა მრავალრიცხოვანი სამხედრო და შინაგანი ჯარის ძალები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2550 ადამიანს აღწევდა. ამასთან ოპერაციაში მონაწილეობდა 6 ჯავშან ტრანსპორტიორი დესანტის, 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი. ოპერაციის დაწყებამდე სამხედრო ხელმძღვანელობამ ქვედანაყოფებს კონკრეტული ამოცანები დაუსახა. რუსთაველის პროსპექტისა და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის ეტაპობრივი გაწმენდა. მოვლენების პარალელურად ხელისუფლებამ სადა დაძაბულობის განუხტა. დაახლოებით 3 საათისთვის პოლიციის წარმომადგენელმა გვენეცაძემ მოუწოდა შეკრებილებს დაშლისკენ, თუმცა მისი ხმა ბევრმა ვერ გაიგონა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მიმართა პატრიარქ ილია მეორეს, რომ ეგება შეეგონებინა აქციის მონაწილეები, რომ ქაშვეთის ეკლესიისკენ გადასულიყვნენ და მოსაოდნელის საფრთხე აეცილებინა. პატრიარქმა ეს მოწოდება გააჟღერა, თუმცა სამწუხაროდ აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მას არ დაუჯერეს. არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც გარს ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეკრიბება. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სტუდიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ამბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უკავს. ჩემი შეხედულება აქ შემდეგია, რომ რეალურად აქ პატრიარქისთვის უნდა დაეჯერებინათ, ვინაიდან საერთოდ არანაირი შედეგის მომტანი არ იყო მან დგომა და რეალურად რისკებს დიდა და მეც არაფერს არ აკეთებდა, რაც საბოლოოდ დადასტურდა. სწორი იქნებოდა აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რომ ეგ აქცია გაგრძელებულიყო ლოცვით ქაშვეთის ეკლესიაში. ეგ იქნებოდა პოლიტიკურად სწორი ქმედება. სწორედ ამ ემოციურმა აღტკინებულობამ და გამოუცდელობამ ორგანიზატორების, ასევე საბჭოთა ძალების მხრიდან სრულიად უცნაურმა მოქმედებებმა, თეორიაში ერთს ამბობდნენ, პრაქტიკაში სხვადასხვა გენერალი სხვადასხვა რაღაცას აკეთებდა, გამოიწვია ის, რომ შეტაკება გარდაუვალი აღმოჩნდა. 4 საათზე როდიონოვმა გასცა ოპერაციის დაწყების ბრძანება. ლენინის მოედნიდან წამოვიდნენ ჯავშან ტრანსპორტიორები. მათ მოჰყვებოდნენ ძერჟინსკის დივიზიისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები. ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი. დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ზუსტად 5:05 წუთზე მთავრობის სახლთან 4 ჯავშან ტრანსპორტიორი გამოჩნდა. ისინი პროსპექტის მთელ სიგანეზე მოძრაობდნენ. ხალხმა დაუბრკოლებლად გაატარა ისინი. ნაწილმა მთავრობის სახლთან, ნაწილმა კი მხატვრის სახლსა და ქაშვეთის ტაძართან გადაინაცვლა. ჯავშან ტექნიკის კვალდაკვალ მოდიოდა ჯარისკაცთა წყება, რომელიც გაჩერდა მხატვრის სახლში შესასვლელთან, მთავრობის სახლის წინ, მარჯვენა გაზომთან. ამ დროს კი მომიტინგეთა ძირითადი მასა მთავრობის კიბესთან იმყოფებოდა. პარალელურად ხალხის გარკვეულმა ნაწილმა ტერიტორიის დატოვება სცადა, მაგრამ მათ ამისთვის საკმარისი დრო არ მისცეს. არ იყო გათვალისწინებული, რომ მთავრობის სახლიდან გასასვლელები ფაქტობრივად ჩახერგილი იყო. შესაბამისად, ევაკუაციის მექანიზმები ფაქტობრივად არ არსებობდა. და 3 წუთში უკვე გაგრძელდა დარბევის ოპერაცია. მეოთხე მოტომსროლელი პოლკის საჯარისო რიგებმა დაიწყეს მომიტინგეთა შევიწროება, როგორც მთავრობის სახლისკენ, ისე რუსთაველის პროსპექტის გაყოლებით. ამასთან მიტინგის მონაწილეთა დიდი ნაწილი, რომელიც მთავრობის სახლის მარცხენა მხარეს იმყოფებოდა, კვლავ ადგილზე რჩებოდა და უნებურად ხელს უშლიდა წინიდან შევიწროებული ხალხის
გასვლას. სიტუაცია სერიოზულად გართულდა, როდესაც მერვე მოტომსროლელი პოლკის პირველმა ბატალიონმა ზეპირი ბრძანების შესაბამისად ჭიჭინაძის ქუჩიდან მოედნის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ერთი მხრივ სამხედრო მოსამსახურეთა მოძრაობამ და მეორე მხრივ ადამიანთა მასების სიმჭიდროვის ზრდამ და ამასთან მომიტინგეთა წინააღმდეგობამ გამოიწვია ხალხის ჭყლეტის დაწყება მარცხენა გაზონთან. სწორედ აქ დაიღუპა და დაშავდა მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა. იმ პირთა შორის, რომლებმაც აქ დაზიანება მიიღეს, ბევრი მილიციის წარმომადგენელი და სამხედრო მოსამსახურეც იყო. ამ უგუნურად დაგეგმილი ოპერაციის გამო მომიტინგეთა ნაწილი ფაქტობრივად გაიჭედა სამხედრო მოსამსახურეებსა და იმ დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც ვერ მოასწრეს გასვლა. ამიტომ მოხდა გააფრთხებული შეტაკება. საბჭოთა კავშირის რაზმები იყენებდნენ რეზინის ხელკეტებს, ტოქსიკურ გაზს, ჩერიომუხას და სხვა საშუალებებს, რაც ოპერაციას ძალიან სასტიკ ხასიათს აძლევდა. ცხადია, ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ აქციის დაშლა. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი კი იყო ასფიქსია, ჰაერის უკმარისობა და დახრჩობა, რომელიც გამოწვეული იყო როგორც ჭყლეტით, ისე ქიმიური გაზების ზემოქმედებით. გამოყენებულმა ტოქსიკურმა ნივთიერებებმა, მათ შორის ჩერიუხამ და CS გაზის შემცველმა საშუალებებმა გამოიწვია მძიმე მოწამვლა, სუნთქვის გაძნელება და ზოგ შემთხვევაში სიკვდილი. ამასთან მრავალი ადამიანი მძიმედ დაშავდა ხელკეტებითა და სასანგრე ნიჩბებით მიყენებული დარტყმების შედეგად. რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მათ მდგომარეობას. დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალური საშუალებები გამოიყენებოდა საცხოვრებელ უბნებშიც, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო. 5-21 წუთისთვის მთავრობის სახლის წინ მოედანი ფაქტობრივად გაწმენდილი იყო, თუმცა ოპერაცია გაგრძელდა რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით. რესპუბლიკის მოედნის მისადგომებთან გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, სადაც გასასვლელი ჩახერგილი იყო ტროლეიბუსებით და ავტობუსებით, პოლკოვნიკმა ბაკლანოვმა დამოუკიდებლად გასცა არატაბელური ნაკეთობა K-51-ის გამოყენების ბრძანება. სხვათა შორის ბალკანოვმა ამ მოვლენის დამალვა სცადა უკვე 9 აპრილის დასრულების შემდეგ. საბოლოო სურათი კი გაცილებით ტრაგიკული იყო. დილიდანვე თბილისის საავადმყოფოებში დაიწყო დაშავებულთა და გარდაცვლილთა გადაყვანა. ექიმების ცნობით დაზარალებულთა დიდი ნაწილი იტანჯებოდა როგორც ფიზიკური ტრავმებით, ისე მძიმე ტოქსიკური მოწამვლით. ოფიციალური მონაცემებით ადგილზე დაიღუპა 16 ადამიანი, მოგვიანებით კი მსხვერპლების რაოდენობა გაიზარდა 21-მდე. ასობით ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის იყვნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამხედროები. ტრაგედიის შემდეგ გამოცხადა კომენდანტის საათი და თბილისი ფაქტობრივად სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა. დაიწყო დაპატიმრებები და გამოძიება, სადაც ძალიან ბევრი ტყუილი სითქვა, მერე გარკვეულწილად რაღაცები აღიარა საბჭოთა ხელისუფლებამ. მოკლედ, ესე დასრულდა სამწუხაროდ 9 აპრილის ტრაგიკული ღამე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ფაქტმა და მოვლენამ ძალიან ძლიერი ზეგავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და იქცა დამოუკიდებლობისკენ მოძრაობის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად. მეტიც, თუ აქამდე აქციებს მხოლოდ მაქსიმუმ 10-დან 15,000-მდე ადამიანი ესწრებოდა და სხვათა შორის 9 აპრილის დაახლოებით 10,000-მდე კაცი უნდა ყოფილიყო შეკრებილი. გახდა გაცილებით მასშტაბური შემდგომი პროტესტები და ეროვნულმა მოძრაობამ მოიპოვა ძალიან დიდი მხარდაჭერა. და უკვე ქართველ კომუნისტური პარტიის წევრებშიც და ინტელიგენციაშიც ერთხმად იქნა დასკვნა გამოტანილი, რომ საქართველოს აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა გამხდარიყო. დასკვნა არის შემდეგი. 9 აპრილის მოვლენებმა ნამდვილად დააჩქარა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და უკვე 1991 წლის 9 აპრილს ჟიად გამსახურდიამ ის გამოაცხადა. არავინ არ დაობს, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, სრული რეგვენების, საბჭოთა რეგვენების დამსახურებით. მაგრამ მან უნდა ითქვას ერთი. შეიძლებოდა თუ არა მაგ ტრაგიკული მოვლენების თავიდან აცილება. შეიძლებოდა. უნდა გაგვეკეთებინა ეგ თუ არა? კი, და ეროვნულ მოძრაობას ეგ უნდა განეხორციელებინა. თუმცა რაც არის ეგ არის. ხოლო თუ გაინტერესებთ როგორ მოხდა ეროვნული მოძრაობის აღზევება და ჟიად გამსახურდიას დამხობა, აუცილებლად უნდა უყუროთ აი ამ ვიდეოს, სადაც დეტალურად განვიხილავ მაგ ყველაფერს, მიუხედავად ვიდეოს ხარვეზებისა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ესეთი ინფორმაციული ვიდეო იმ პერიოდზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ მოიპოვება. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ ვიდეომდე.